ფეხბურთში გარდამავალი ჩემპიონატის დასრულებამდე ფოთის კოლხეთმა 2 ტურით ადრე უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება გაინაღდა, რომელშიც მხოლოდ 10 გუნდი იასპარეზებს. აგრეთვე ფოთის კოლხეთს გაუჩნდა შანსი ევროპის ლიგის გათამაშების ფლეი-ოფში მიიღოს მონაწილეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით კლუბის დირექტორს თემურ ბარქაიას გავესაუბრეთ. ის გუნდის წარმატებას ახალი მწვრთნელის გელა სანაიას დამსახურებად მიიჩნევს. შანსი ძალიან დიდია, სურვილი დიდია, ამბიცია დიდია და ამიტომ ძალიან გვინდა რომ UEFA-ს პლეი-ოფი ვითამაშო. აგრეთვე ვისარგებლებ შემთხვევით და დიდი მადლობა მინდა უთხრა ფოთის გულშემატკივარს, რომელმაც ყველგან გულშემატკივრად თბილისში ჩამოვიდა, არსად არ მიგვატოვა, გვერდით გვედგა. მინდა ჩემ ბიჭებს უთხრა დიდი მადლობა და მწვრთნელთა შტაბს მინდა მადლობა უთხრა გელასანაიას ხელმძღვანელობით. ძალიან ნაყოფიერ გამოვიდა ჩვენი მუშაობა გელასანაიასთან, გუნდი UEFA-ს პლეი-ოფისთვის იბრძვის და ეს რა თქმა უნდა წარმატებაა და მიღწევა. ჩვენ ერთგულ გულშემატკივართან გავაკეთეთ შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ იმ საკადრო პრობლემებზე, რომელიც გუნდს გააჩნია. ბოლო პერიოდში ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა გუნდი. 5 თამაშით იყო დისკვალიფიცირებული ჩვენი წამყვანი ფეხბურთელები, ეს არის ბოლქვაძე, გოგონაია, კაროვკა, ძალიან საკადრო პრობლემები ძალიან ისეთი ჰქონდა მძიმე და ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ აქცენტი ახალგაზრდებზე 17 წლის ფოთელმა ბიჭებმა ითამაშეს წინა თამაში სამტრედიასთან და ასე ვთქვათ მათი ნათლობა იყო დიდ ფეხბურთში. მიუხედავად ყველა პრობლემისა, მიუხედავად რაღაცეებისა, კიდევ ერთხელ სიამაყით ვიტყვი რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთეთ იმისთვის რომ პლეი-ოფში ვითამაშოთ. ხოლო ის რაც დღეს გუნდმა დადო შედეგი, მე ვიტყვი რომ დამაკმაყოფილებელზე მეტია. ეს არის ის რომ მომავალ სეზონში იმ გუნდში ითამაშებს ფოთის კოლხეთი, რომელიც იქნება ქართული ფეხბურთის ელიტა. კოლხეთის ლეგიონერის ვლადიმერ კოროპკას თქმით, გუნდში საბრძოლო განწყობაა. მან ფეხბურთელებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. უპირველეს ყოვლისა გუნდმა შეასრულა პროგრამა მინიმუმი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდმა გაინაღდა უმაღლეს ლიგაში დარჩენა მეორე სეზონი, მომავალი სეზონისათვის. ეხლა კი გუნდი ფიქრობს მაქსიმუმზე, სავსებით შესაძლებელია, რომ გუნდმა დაიკავოს ის ადგილი, რომელიც უფლებას მისცემს მას მომავალი სეზონიდან ევროპის ლიგაზე იასპარეზოს. რაც შეეხება გუნდურ ატმოსფეროს, ძალიან მეგობრული კოლექტივია გუნდში, როგორც აღნიშნა ჩვენმა ლეგიონერმა ფეხბურთელმა. უფრო მეტიც თქვა რომ ერთი ოჯახია გუნდი და ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტ წარმატებებს ერთად მიაღწიონ.